ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? გაუარესდა. ბოლო წლებს გულისხმობ. დიახ, გაუარესდა. რატომ რის ხარჯზე შეგიძლიათ გითხრათ? ყველაფრის ამარე. ჩემი არა. იგივე აბსოლუტურად. თქვენი ირგვლივ რა ხდება, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები? ჯერჯერობით არავინ არ წუწუნებს და ესე ნახოთ მე რა იქნება. თქვენი ირგვლივ თუ წუწუნებენ? კი, ბევრი. გაუარესდა საშინლად. რატომ რის ხარჯზე? ვის ხარჯზე და არაფერი მუშაობა მაგაზე ვლაპარაკობდი ზუსტად ახლა. შენებლები ვართ, რემონტებს ვაკეთებ. ვაშენ რაღაც საერთოდ არაფერი არ ხდება. ან შეკვეთები არ არის, იმიტომ რომ არაფერი არ შენდება. იმიტომ რომ არავის ფული არ აქვს. პირადად ჩემი შეიძლება იმდენად არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასისა ძალიან. გაუარესდა? მკვეთრად გაუარესდა. ვის ხარჯზე ხარბოთ? ცუდი სამთავრობო პოლიტიკის. გაუარესდა. რა მხრივ? ყველანაირად შემცირდა შემოსავალიც, მაგანაც იმოქმედა რა თქმა უნდა და სამუშაო. მაგალითად უკვე ოჯახში ერთი მუშაობს მხოლოდ. პირადად ჩემი გაუმჯობესდა. თქვენი ოჯახის. გაუმჯობესდა. შეიძლება გითხოთ რის ხარჯზე გაუმჯობესდა? სამსახური დავიწყე. ისევ ისეა როგორც იყო. არაფერი არ შეცვლილა, არც უკეთესობისგან არა, უკეთესობისგან ერთადერთი ახლა არ ვიცი ტაბულა გაუშვებს თუ არა მაგას. არა, ჩვენ ყველაფერს უშვებთ. ხალხის აზრის. უკეთესობისგან ის შეიცვალა, რომ დავიწყო ჩამოთვალო. კი ბატონო. წართმევები, ტერორები, შიშები, მოსმენები და ასე შემდეგ. აი ესენი ყველაფერი კაია, მოგცილდა და ეკონომიური მდგომარეობა რაც იყო ის დარჩა. რა მხრივ შეგიძლიათ გითხრათ? რომ გაჯერებულია ყველაფერი, პენსია არ მომატა და რა იქნება. ხელფასი იგივე მაქვს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და ამ ხელფასიც უფრო ნაკლები შესყიდვის უნარიანობა აქვს, რა თქმა უნდა. და შესაბამისად და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუარესდა. ირგვლივ რა ხდება თქვენი ირგვლივ? ყველგან ისეთივე მდგომარეობა. გაუარესდა სიტუაცია. რის ხარჯზე ხარ გეტყვით? რას ამბობთ? ეკონომიკური კრიზისი. ფაქტობრივად ფული აღარ ტრიალებს ხალხში, ასე რომ ვთქვათ. შემოგარგო ლომბარდ ჯოზეფოს სახლი გადმოვიტანო მართმევენ სახლს. აი გაუარესდა, ვაფშე გაუარესდა. არაფერი არ ხდება უკეთესობა რა საქართველოში. თავრობამ გამოაცხადა ცოტა ხნის წინ რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყო და თუ შეამჩნიეთ რა? ბლეფი ცალსახად. დაამტკიცეს უკვე 2 წლის განმავლობაში თავის საქმიანობით და არავის აღარ ჯერა ახლა. ჩვენ შემოჭერილი გვაქვს უკვე და მაგათ თუ რამე აქვს შემოსაჭერი, ესე იგი აქვს და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დავიწყეთო თქვენს და თუ შეამჩნიეთ რა დაიწყეს? ვერ გეტყვით რა. მე ვერ შევამჩნიე. ჯერჯერობით არაფერი არ ეთქვა. ჯერჯერობით ჩვენამდე არაფერი არ არის. არა, მე პირადად არა, დამხალ ბატონს არ ვიცი. ვერ გეტყვით, არ ვიცი. შიდა სამზარეულოში რა ხდება? ჯერჯერობით არ დაუწყიათ. არ შეგიმჩნევიათ? არა. ამ კუთხით უკვე გძნობ რომ არაფერიც არ არის გაკეთებული შემოჭერები და რამე თუ მეტად გულშინდელი სიუჟეტის მერე. აი ამ ავეჯებთან დაკავშირებით. აი ამ ავეჯებზე მინდა რომ მეც კითხოთ, არის თორე საჭირო თქვენი აზრით გავსი ხარჯები და პრემიერის ოთახში. ნორმალურ ქვეყანაში საწოლი თუ ათენებს ღამეებს იქ და ხო რაღაცა საწოლი რაღაცა მეხამუშა სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი ის იყო კაბინეტი იყო თუ კაბინეტში საწოლი. სისულელია რა თქმა უნდა არა. დაგვიანებამდე თუ მუშაობს? არა მარტო პრემიერს არავის საერთოდ თავრობაში რა უფლება აქვს ეგ არის ხალხის გადასახადებიდან ამოღებული ფულით შეძენილი ისი უფლებაც ნამდვილად არ აქვს. თვითონ თუ აქ ამხელა ხარჯი და პირადი ჯიბიდან დებს ამ თანხას ეს სხვა საკითხება რა. ჩვენი ხარჯებიდან თუ უნდა ამის ამოღება, ეს რა თქმა უნდა არარეალური და არასასურველია. თქვენი აზრით არის თუ არა ის დრო ახლა რომ დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა არის. როგორც წინამთავრობა გადააგდეს, არავინ არ არის მუდმივი და ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია და ხალხის არჩევანია და როგორც მთავრობა წავიდა, ისე წავა ეს მთავრობაც. არ არის მაგის დრო, იმიტომ რომ შიგნით მე ვიცი და მომდის ხმები რომ არის ესე იგი 50 ეს ნაცები და კოცები ასე ვთქვა და მიდის შიგნით ომი საბოტაჟი თუ არ გაუმჯობესდა ალბათ გამოვა აი შეიძლება კიდე ცოტა რაღაცა აცალოს ხალხმა მაგრამ დიდხანს ალბათ ვერ არაცხეს რა ვიცი ჩემი აზრით არა ჯერჯერობით ისეთი ფიქრობ და თქვენი ირგვლივ რას ვაცალოთ მე ვფიქრობ რომ ადრეა და არაფერს არ მოგვიტანს ეს სამწუხაროდ მუხტი უკვე დიდი ხანია რომ საკმარისზე მეტია მაგრამ ეთყობა ჩვენ ხალხს მოთმინების რაღაც უსაზღრო უნარი გააჩნია არც სამუშაო არ არის არც არაფერი არ არის ვაფშე ისკენ წავედით რა საქართველოში ყველანი ვარ ვის ესენი მოიყვანა იმის კიდე ზევიდა